უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საუბრობთ თეატრზე და ჩვენი სტუმარია ქალბატონი ლილი ბურბუთაშვილი, მსახიობი, რეჟისორი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ლილი, რომ მოგზანდით ჩვენთან სტუმრად. პირიქით მადლობას გიხდით, რომ დამპატიჟეთ სტუმრად. მე მინდა უთხრა ჩვენს რადიო მსმენელებს, თუ რა არის მიზეზი თქვენი აქ მობრძანებისა. გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში რამდენიმე ხნის წინ ძვირფასო რადიო მსმენელებო გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა დაპირისპირება, რომელიც ეხება მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებიდან დაახვრეტამდე აი ამ პერიოდს, მონაკვეთს, რომელიც ძალიან საინტერესოა. მე გახდით ჩასული გორში, ნახე სპექტაკლი და უნდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების დამოკიდებულება, რომელიც როგორც გაკვეთილს, ისე უყურებდნენ ამ სპექტაკლს და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო გორელმა ახალგაზრდობამ, ასევე ნებისმიერმა საქართველოს ცხოვრება ადამიანმა უნდა იცოდეს მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება, მოღვაწეობა და მით უფრო თუ ამ სპექტაკლით გაიგებს, ეს უფრო საინტერესოა. რატო გადაწყვეტეთ, რომ დაგედგათ ამ თემატიკაზე სპექტაკლი, ქალბატონი? მართალი გითხრათ, ძალიან მაწუხებს საერთოდ ეს ბედი, ხელოვანის ბედი საერთოდ და მით უმეტეს ისეთი ადამიანის ბედი, რომელიც აი ასე ტრაგიკულად წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ცხოვრებიდან უბრალოდ და იცით რა, ჯავახიშვილის შემოქმედებაზე ძალიან ბევრი რამ წავიკითხე, საჯარო ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ მოვიარე ყველაფერი და აი იმ მისმა ცხოვრებამ დამაინტერესა, როგორ მივიდა ეს კაცი და რანაირად მოხდა, იმიტომ რომ დღევანდელმა თაობამ მაინც ისეთ ნაკლებად იცის ეს ამბავი და მე ვფიქრობ, რომ ასეთი კლასიკოსი ადამიანის ცხოვრება საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის. ასაკურელი და ამით ეს გარკვეულწილად მოხერხდება კიდევ, იმიტომ რომ ახალგაზრდები ნახავენ და გაიგებენ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება დათო ტურაშვილი, რომელიც ასევე ბრძანდებოდა გორში, ნახა ეს სპექტაკლი. დათო, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის, ნიკა, როგორ ახართ, როგორ ბრძანდებით? თქვენ როგორ ბრძანდებით, ჩემო ბატონო? ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ტურიკ, რომ დაგთანხმდი, რომ მიიღო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ ერთად ნახეთ ეს სპექტაკლი და მინდა ორიოდე სიტყვით. პატივია ჩემთვის მოკლედ ჩვენს გადაცემაში რა. მოხვედრა. რა სიტყვი ამ სპექტაკლთან დაკავშირებით? რამდენიც მნიშვნელოვანია თემატიკა, სპექტაკლი, მით უფრო ხო, სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ასეთი მწერლების, ასეთი მწერლები, ასეთი დონის ბევრი არ ყავდა და თან ასეთი ტრაგიკული ბედის მქონე და ასეთი აღსასრულის მქონე და რასაკვირველი ხარ, რაც მოვესწარი, რასაც ამბობდა ქალბატონი ლილი, ესე იგი ეს შემდეგი თაობისთვის კი არა, ძალიან ბევრი თაობისთვის, მარტო შემდეგისთვის, ახალი თაობისთვის არა, სხვადასხვა უბრალოდ თაობისთვის ნაკლებად ცნობილია ყველა დეტალი და ყველა ის სისასტიკე, რომელსაც მოექცა საბჭოთა რეჟიმი ამ საოცარ ადამიანს და მართლა ძალიან დიდ მწერალს და ამის დაბრუნება სცენაზე მე მგონია, რომ არის ძალიან მარტივი გზა, საერთოდ ამ ადამიანისკენ რო ვიაროთ და დავბრუნდეთ, იმიტომ რომ აუცილებლად მე ხო ვაკვირდებოდი იქ სპექტაკლზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა და ძალიან ბევრს ჰქონდა ისეთი რეაქცია, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მათში ინტერესს, რომ აი თვითონ ჯავახიშვილის შესახებ გაიგონ უფრო მეტი და მისი წიგნები წაიკითხონ, ვისაც წაკითხული არა გადაიკითხოს და ესე იგი იმაზე იფიქროს, ესე იგი რა მართლა საშინელებაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა და შემოქმედი ადამიანი თუ ასეთი არჩევანს გააკეთებ და კიდე კაი ეს წარსულია და ღმერთთან უკრას რომ ნუაზუეს გამოვიდებონ საქართველოში და დედამიწაზე რომ ასეთი ადამიანები ასეთი საშინელი რეპრესიების მსხვერპლი ხდებოდნენ და კიდევ მნიშვნელოვანი იმით არის რომ ძალიან მიხარია რომ გორში ხო ის 19 საუკუნის ახალი ქართული დრამატურგიის აკვანი ასე ვთქვათ მოგეხსენება ჩემონიკა იყო გორი და ქართლებმა ხო აღორძინეს შექმნეს ქართული თანამედროვე დრამატურგია მე-19 საუკუნეში მოგეხსენებათ გორში ყოველი მეორე კაცი იყო დრამატურგი და ეთქობა გორმა ისე იმოქმედა რომ აგენ ჩემო დათოა მე მგონი ასე ახლაც წერენ და წერენ ეთქობა ისე იმოქმედა დიახ გორმა ქალბატონ ლიზე რომ თვითონაც პიესის ავტორის თვითონაც იყო და დანარჩენი ყველაფრისაც მანდდა მე მგონია რომ
ეს მე არ მომწონს, ხო იცი, მე ზღება რომ ყველაფერი არის თბილისში ცენტრალიზებული და თავმოყრილი, ასე თავკომბალასავით, ესე საბჭოთა კავშირის დროს მოიგონეს და იყო დრო როცა გორი იყო დედაქალაქი, ხონი იყო დედაქალაქი და საქართველოს ნებისმიერი დაბა და სოფელი სადაც ქართველი სპექტაკლს თამაშობდა და წიგნს კითხულობდა და წერდა და ქართველები ცხოვრობდნენ იმაში რა ქვია სოფელში. და ყველგან იყო დედაქალაქი და ამიტომ ძალიან კარგი იქნება. მე მინდა რომ ეს გადავანაწილო ეს თბილისში ეს კონცენტრირება არ მომწონს და ასე გადავანაწილოთ რომ აგერდა რაღაცა იყოს ლიტერატურული დედაქალაქი, რაღაცა თეატრალური დედაქალაქი. ხო იცი, ზოგი თელავში, ზოგი ზუგდიდში და ასე მთელ საქართველოში გადავანაწილოთ ქართული ენერგია და თავისგანსებით ნორმალურ ქვეყანას და ამიტომ ეს ძალიან მომეწონა. სადაც თბილისელი რეჟისორები თუ წავლენ ნიკა რეგიონებში, აბარა რეგიონებში იგდადგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ხო გესმით, მაინც მოქმედებს იქ ადამიანებზე, რომ აი დედაქალაქიდან თბილისიდან ჩამოვიდა და ასე იგი იმისთვის ასპარეზი ჩემთვის მე რო ვიყო რეჟისორი, გასაკვირია, სულ დავდივარ, რა ქვია, წიგნებით ხელში და რეჟისორი იყო თბილისში, რა გამაჩერებდა. წავიდა და სოფელ დავდივარ სპექტაკლს, სადაც ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ყველგან ჩათვალოს, რომ დედაქალაქში ცხოვრობს. და მეორე ხარისხოვანი მოქალაქე კი არ არის. პირველ ხარისხოვანი ისე როგორც ვაკეში და იმაზე, რა ქვია, ვერაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე. ხო გესმის ასონ. ამიტომ ეს ძალიან მომეწონა რა და ძალიან საშუალებას თუ მოგცემენ რა თქმა უნდა რომ დადგა სპექტაკლი მე ახლა ბედნიერება მხვდა წილად რომ მომცა საშუალება სოსო ნემცაძემ რომ დამედგა ეს სპექტაკლი მაგრამ დიდი სურვილიც რო კონდეს უნდა თვითონ დაინტერესება იყოს რომ შემოთავაზება რომ დაგადგმევინოს სპექტაკლები თორემ მე აბსოლუტურად გეთაყვე დიდი სიამოვნებით დავდგავ საქართველოს სხვადასხვა მაინც არა პრობლემა რა ვერ გავიგე რა არის რომ ეს თვითონ სადგმევენ და სხვასაც არ ადგმევინებენ არა იგი უნდა დაგადგმევინოს სპექტაკლი ქალაქში ხდება ასეც შემოდატო ხდება ხო ასეც ძალიან დიდი ზოგიერთ ქვეყანაში ევროპაში ხო იცი როგორ ხდება ნიკა ხო აი როგორ ხდება იცი რომ მაგალითად აი სახლებია ვთქვათ რაღაც შენობები დაწესებული რომელიც ფუნქცია არ აქვს რა цаრიელია კი არ თვითონ ცხოვრობენ არ თვითონ ქმნიან არაფერს სხვებსაც არ უშვებენ კანონი იცავს ასეთ ხალხს ვინც შევა და იკავებს უიც ესეთი რამები ხდება მაგალითად ჰოლანდიაში არის, საფრანგეთში არის, ევროპის ქვეყნებში, ანუ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც კერძო საკუთრება ძალიან დაცულია, აი ხო იცი, უზენაესია, მაგრამ შენ თუ გაქვს რაღაც ფართობი, რაღაც საცხოვრებელი, უბრალოდ არ ხმა რომ შევა ხალხი და იკავებს და კულტურულ ცენტრებად აქცევენ. ასეთი რამები ხდება და სახელმწიფო არის იმას ხარეს ვინც შემოქმედებით ცხოვრები ცხოვრობს. მე მგონი ჩვენო ვიზრუნოთ რომ ეს კანონი ჩვენთანაც შემოიღო. არასარევი კანონი იქნება მე მგონი შემოიღო. ძალიან დიდი მადლობა რომ ბატონ ლინი დიდი მადლობა. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა რომ მიხეილ ჯავახიშვილი ასეთი საოცარი ადამიანი უდიდესი ქართული მწერალი მოკლედ აი ამ გზით დაგვიბრუნა იმიტომ რომ უამრავ ადამიანს გაუჩნდება დარწმუნებული ვარ ხა მე გამიჩნდა აი სხვა შემოს წარმოიდგინე რამდენჯერ მაგ წარიხუნდა ისე მომინდა რომ თავიდან გადამეკითხა ყველაფერი განსაკუთრებით მისი ცხოვრება და შემოქმედება და ხა იქ დარბაში ხა პატარები რო დავინახე ძალიან გამიხარა იმიტომ რეაქციებზე მივხვდი რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად სასარგებლო საქმე გაკეთდა დიდი მადლობა ქალბატონ დიდი მადლობა შენ რომ მოიცალე და დაგვთანხმდი ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად დათო ტურაშვილი გვერდებოდა ძვირფასო რადიომცემელები ქალბატონ ლილი როგორ დაგხვდათ იქაური დასი ძალიან კარგი თეატრია მე მინდა აუცილებლად ვახსენო სოსო ნემსაძე რომელსაც ყველაფერი გააკეთა რომ კარგი შენობა და კარგი რეპერტუარი ყოფილიყო გორში და ულოცავ გორელებს კიდე ერთი საინტერესო სპექტაკლის შემატებას რეპერტუარში ნამდვილად მე ჩემოგიერთდები სულით და გულით და მინდა გითხრათ რომ ნიკა მე საერთოდ გორის თეატრში პირველად მქონდა ურთიერთობა მსახიობებთან და შემოქმედებითი ურთიერთობა და ძალიან აი ვერ ვიტყვი რეპეტიციების პროცესში იცით მსახიობები ამყვნენ აი აბსოლუტურად არ ვიცნობდი არავის და მინდა ვთქვა რომ ნამდვილად კარგი მსახიობები არიან თეატრის ძალიან კარგი სამსახიობო ნამუშევარია რამდენიმე ძალიან დიახ არ შემილი არ გამოვყო და პატარა ეპიზოდურ როლსაც რო თამაშობს ადამიანი ისიც ისეთი სერიოზულობით და ერთი შემოსვლაზე ერთი სამსამეტად თუნდაც ის მეზობლები ქალბატონები და ბატონი რო შემოდიან და ხელს არ აწერენ უამრავი ხარგუნა რომ დიახ ვიღაც არ გამომჩეს ამდენად მაგრამ ისე ძალიან საინტერესო სერიოზული ნამუშევარი ვფიქრობ ბერიას ხაზი რომელიც დიახ ჭანკოტაძის მერაბის ნამუშევარი და ახლა ყველას ვერ ჩამოვდი მაგრამ 22 მონაწილეა სპექტაკლში და თელი დასი თითქმის მე თუ გამიკვირდა მე ბოლოს ყველა რო შემოვიდა სცენაზე ეს რამდენი ხალხი ყოფილა მეთქი და ქალბატონ ლილი თუ აპირებთ რომ
ჩამოვიტანოთ ან თბილისში, ან უფრო კარგი იქნება ჩემი აზრით, რომ სხვა რეგიონებში ითამაშოთ, თელავში, რუსთავში, ქუთაისში, ჭიათურაში. აი ნამდვილად ძალიან დიდი სურვილი მაქვს ნიკა. აი სპექტაკლი, იმიტომ კი არ და ახლა მე თუ თბილისში დავდგავდი ამ სპექტაკლს, აი ნამდვილად გორში მინდოდა და სულ 2 დღის მოლაპარაკებით დავდგე სპექტაკლი. არა, სამკვირაში დავდგე და აი ის პირობა რომ 15-ში უნდა ყოფილიყო პრემიერა, 15-შივე ჩატარდა და აი მიხარია რომ შევძელი ნამდვილად ვიცით რა ეს რადგანაც თქვი უნდა გამეკეთებინა და დასიც დამეხმარა მსახიობებზე მაგ ამ შემთხვევაში საუბარი რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა როგორც გავაკეთე და დიდი სურვილი მაქვს ნიკა, იმიტომ რომ ეს მარტო გორში არ უნდა ნახონ. ეს უნდა ნახონ ფიქრობ ყველგან საქართველოში. იქ სადაც ქართული სიტყვა ღერზე მე მგონია რომ აი ძალიან კარგი იქნება თუ ან კულტურის სამინისტრო სხვათა შორის მე სოსოს ველაპარაკე და თქვი რომ თბილისში თუ შეიძლება ამის თუ აქვთ გასტროლი და მითხრა რომ ზაფხულში მაქო და ზაფხულში სამ სპექტაკლს ჩამოვიტანო ერთ-ერთი ესეც იქნებაო და ზაფხულში ჩამოვიტანთო, მაგრამ მანამდე თუ დაგვიჭერს კულტურის სამინისტრო მხარს, იმიტომ რომ თბილისში ასე თუ ისე განებიურებული ხარ. სოფელ უნდა რომ სამ სპექტაკლი. იმიტომ რომ არა კარც დეკორაცია ამას ისეთი ნახე ალბათ მარტივია. აი 22 კაცი უნდა დაჯდეს ავტობუსში და წავიდეს და ითამაშოს სპექტაკლი. უნდა აღნიშნოს რომ გაამართლა ამ ექსპერიმენტმა, იმიტომ რომ თუნდაც ინფორმაციული ხასიათით რომ გაიგონ იქ გარდა იმისა რომ ძალიან საინტერესო რეჟისურა, ძალიან საინტერესო სამსახურია, თუნდაც იმიტომ რომ სხვა არაფერი არ იყოს რომ ხალხმა და ახალგაზრდობამ და არა მარტო იცოდნენ როგორ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გენიალური ქართველი მამულიშვილები, ამიტოც არის მნიშვნელოვანი. ხო არ ფიქრობთ რომ გააგრძელოთ ეს სერია და გნებავთ ახმეტელი, გნებავთ ევგენი მიქელაძე, გნებავთ ოცხელი, არ ვიცი 1 და 2 დახვრეტილა და განადგურებულა ბერიასა და მისი რეჟიმის იცით რა არის ნიკა, უნდა ვიცოდე, აი მე მაგალითად ეს სპექტაკლი თავიდან მინდა გითხრათ რომ ახმეტელის თეატრში ვაპირებდი და მე რაღაც შეიცვალა და ეს იმდენი ნამუშევარი მქონდა და იმდენად მზად ვიყავი რომ ეს გამეკეთებინა რომ აი რო არ დამედგა არ ვიცი აღად გავხდებოდი ალბათ მართლა და თუ იქნება ვინმეს ხელშეწყობა აი ნამდვილად ძალიან დიდი სურვილები მაქვს. იმედი მაქვს რომ უნდა დაინტერესდეს ახმეტელის თეატრი და სწორედ ახმეტელზე უნდა გაკეთდეს ერთ სპექტაკლი თქვენ თუ ამას აი ნამდვილად მაქვს სურვილი, აი ნამდვილად მაქვს, იმიტომ რომ იმდენად გავეცანი ამ ეპოქას და უკვე ვიცი რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა შეიძლება, მაგრამ ესე იგი აი წეგან დათოსაც ვეუბნებოდი. დიდი სურვილი მაქვს, საკმაოდ დიდი პაუზა გამომივიდა მე სხვადასხვა შემოქმედებითი სხვადასხვა მიზეზთან გამო და ეხლა რაღაცა რაც შემიძლია, ესე იგი მინდა რომ სულ ვიყავ ეხლა შემიძლია წავიდე რეპეტიციაზე. იმდენად მაქვს სურვილი, უკვე იყოს სადმე შესაძლებლობა მაქვს ახლა როგორც ყველა რეჟისორს პაპკაში რაღაც პიესები მიდევს და ჩემი რომ ამოვიყო ვიღაცას ეს შევთავაზო, ვიღაცას ის შევთავაზო და თუ ახლა კონკრეტულად იქნება ამის სურვილი რომ ეს გავაკეთო, დავждები და დავწერ და გავაკეთებ. მოდით ეს ინიციატივა მე და თქვენ აი აქ დავდოთ საფუძველი და აბა როგორ გამოგვივა რომ ახმეტელის თეატრში ახმეტელზე შეიძლება თქვენ სხვა გეგმ მაგალითად, მაგრამ აი რაღაც განსი გავაკეთოთ. აი ნამდვილად ახლა მით უმეტეს ვასო კიკნაძე ღვთისმწყალობით ცოცხალია და შეიძლება მასთანაც ძალიან მისგანაც რაღაცების გაკება და ლიტერატურა არსებობს და საერთოდ მისი სპექტაკლები და ყველაფერი. ეს უკვე სხვათა შორის ძალიან კარგი იდეა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა რომ ეს მითხარი და მართლა კარგი იდეა თუ ვინმე ამას ან დაასპონსორებს ან მომცემს საშუალებას რომ ეს გავაკეთო. ერთ გარეთ მე რაღაცას ყურში გეტყვით და მე მგონი გამოვა ეგამ. როგორ უნდა მოვით. ძალიან კარგი და მინდა იცი აუცილებლად მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბორის თეატრს და კიდე პრემიერაზე იყო სხვათა შორის აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ სპექტაკლზე, ადგილობრივ მთავრობას გულისხმობ, რომელიც მოვიდა სპექტაკლზე. ეს ნიშნავს რომ აინტერესებთ იმათ თეატრი. დიახ, და რო გაიგეს რომ ჯავახიშვილია ეს და მე შეხვედრა მქონდა, იცით, სპექტაკლის მე რაღაც ძალიან დიდი ვანო ჩხიკვაძე იყო მწერალი მოსული და გამგებელი იყო და საკრებულოს თავმჯდომარე და ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებმაც ისეთი დიდი მადლობა გადამიხადეს და საერთოდ ძალიან კმაყოფილ
ყოფილები იყვნენ ამ სპექტაკლით და ამბობდნენ მე უთხარი რომ იქნება ტოლვილებსაც აჩვენოთ მეთქი აგერ არის გვერდით და ჩასახლებულები და რაღაც ავტობუსები გააკეთონ რომ ჩამოვიდნენ იცით აი სპექტაკლი მოკვდება თუ მაყურებელი არ იქნა არა შეიძლება უსასყიდლოდ მათ აი საერთოდ უნდა თვითონ თეატრმა იაქტიუროს რომ მოიყვანოს მაყურებელი ხა მე სპექტაკლი დავდგი და წამოვედი ხა რაღაც ცვლილებებს კიდე ვაპირებ მართალი რომ გითხრათ ფინალში ჩავალ და რაღაცას კიდე გავაკეთებ მაგრამ აი თუ თვითონ თეატრი ამ სპექტაკლს შეინახავს და გაუფრთხილდება ასე ვთქვათ იმდენად რომ წაიღოს ამოიღოს და აჩვენოს კიდე სხვასაც მათი შემოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა და აი ამით გამოიხატება გორის ხელმძღვანელობის საკრებულოს თავმჯდომარის დამოკიდებულება და ისინი ვალდებულები არიან იქ ჩასახლებულ პუნქტებში თუ ვერ მიიტანენ სპექტაკლს მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო და უსასყიდლოდ ანახონ თეატრს ხო იმიტომ არის რომ რაღაც ცოტა განვითარდნენ ადამიანები ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მოვწანდით სამწუხარო დრო უცბად გარბის მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ რამდენიმე თვეში ჩვენ მოვალთ ამ სტუდიაში და ვისაუბრებთ ახმეტელზე სპექტაკლის დადგმის იდეაზე და განხორციელებაზე. დიდი მადლობა ნიკა მოწვევისთვის და გისურვებ წარმატებებს და კარგ სპექტაკლებზე საუბარს მრავალს ამერეს. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ქალბატონი ლილი ბურბუთაშვილი იყო ჩვენთან სტუმრად ჩვენ სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით დაგველოდეთ. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო რადიო მსმენელებო ვაგრძელებთ გადაცემას ავანსცენა სალომე კასრაძე არ არის ჩვენთან ერთად მაგრამ ის აუცილებლად დაგვიბრუნდება შემდეგ სამშაბათს და დღეს ვისაუბრებთ შესანიშნავ ჩვენი დროის გამორჩეულ მხატვართან ბატონ ილო პატაშურთან მის შემოქმედებაზე ასევე ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ნანა ცინცაძე პოეტი მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო ძალიან დიდი მადლობა რომ მოვბრძანდეთ ჩვენთან მოგესალმებით ჩვენს პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის დღეს ბატონი ილუზღია და ჩათვალე რომ შენ თანაწამყვანი იქნები სალომეს მაგევრად. კი ბატონო. მადლობა. ბატონო ილო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან თქვენ ისე ჭრილში ყოფნა გიყვართ ხოლმე და თქვენთვის ყველაზე კარგი მე მგონი ხატვა და ის პროცესი მაგრამ ხანდახან მოგტაცებთ ხოლმე მოგიტაცებთ აქაურობისთვის. გუშინ მე როგორც ვიცი ქალბატონი ნანა 5 საათზე გაიხსნა სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა მისი 75 წლისავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა, სადაც 100-მდე ნამუშევარი იყო ბატონ ილოსი წარმოდგენილი და როდამდე იქნება შეიძლება 30-ის ჩათვლით იქნება და მე სრულიად საქართველოს ვეუბნები, აი სრულიად საქართველოს რომ მოვბრძანდით სახელმწიფო მუზეუმში, ნახეთ ეს საოცრება 21 ეს არ არის მე-20 საუკუნის მხატვრობა, ეს არის 21 საუკუნე, აუცილებლად ნახეთ და დატკბით იმ ფერწერით, რომლის უნახაობაც ალბათ ნამდვილად არ შეიძლება. რომლის შესახებაც ძალიან ბევრი გსმენია და გვინახავს ბატონ ილოსთან დაკავშირებით. ბატონო ილო, რა დახვდება დამთვალიერებელს? იქ იქნება ძველი ნამუშევრები, მხოლოდ ახალი თუ ამოარჩიეთ? დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელებს, სრულიად საქართველოს. მოგახსენებთ, ახლა იქ სხვადასხვა დროის ნამუშევრები არის, არის ნამუშევრები მაგალითად 1980 წლების შემდეგ გაკეთებული 2000 წლებში და განსაკუთრებით აი ბოლო 10 წელიწადში 15 წელიწადში მაქვს ძალიან საინტერესო ნამუშევრები რაც როგორც შეეხება ნამდვილ ჭეშმარიტ მხატვრობას მხატვრულ აზროვნებას მხატვრობას და ეს ნამუშევრები უმრავლესობა გაკეთებული მაქვს აი ამ ბოლო 10-15 წელს განმავლობაში თვითონ თემატიკას გახსენებთ ამის თაობაზეც თავისუფალი არის იგი თავისუფალი არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს ამ ნამუშევრებს თუმცა სამშობლოს დიდმა სიყვარულმა მიკარნახა იმ თავიდანვე არა მარტო ახლა რომ შემექნა 2 ან 3 ესეთი მოზრდილი ზომის ნამუშევრები ისტორიული თემატიკაზე კერძოდ რა მაქვს გაკეთებული დიდგორის ბრძოლა ჩემი ხარბატონი მაქვს ასევე სამას არაგულზე მაქვს გაკეთებული საკმაოდ მოზრდილი სურათი ასევე მაქვს ქრწანისის ტრაგედია
რომელსაც ქვიან ქრისტიანის ზარები. მოგეხსენებათ ახლა ზარი პირდაპირ ცნებით არა მაგალმოცეული. ქრისტიანის ზარები ის აგებული, ის ღალატი, ის მომენტი ძალიან მიასადაგება ალბათ შემდგომში ჩვენს ცხოვრებას სამწუხაროდ და საუბედუროდ დიახ და აი ეს განა შეიძლება რომ თქვა ქრისტიანში გაიარო არ შეჩერდე დაგაფიქრებს რომ აქ იყო ასეთი უბედური დღე 1795 წელი 10-11 სექტემბერი ძველი სტილით სადაც იყო დიდი სისხლის ღრა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში იღუპებოდნენ ჭეშმარიტი ქართული თავადაზნაურობა და გლეხობა მაგრამ რისხობრივმა სიმცირემ თავისი მარცხი განიცადა და მტრის უმრავლესობამ რისხობრივმა დაჯაბნა ქართული მხედრობა და დამარცხდა ერეკლე მეფე და აი იქ ამ ფერდობებზე დიდი გულისხმობაც ვათვალიერებ ხოლმე ისტორიულ ფოტოებს და იმ დროინდელი ფოტოები არ არის მაგრამ 1830 წლიდან მოდის ფოტოები და იმ დროინდელი იმ ადგილს უყურებ ხოლმე კი იმ ადგილს უყურებ ხოლმე და უყურებ და ხედავ იქ რომ არის სახლები ერთსართულიანი სახლები არის ბაღები გასვლისაც ახლა ეს ობელისკი დგას იქ და იქ ბრძოდნენ ჩვენი წინაპარნი ტრანსფორმაცია ერთგვარად მაინც ესურად ხატებისგან აი ეს ყველაფერი მოქმედება ჩემს და ვამბობდი რომ მეთქი რადგან რაც თიული ვარ წარმოშობით არაგონთა კუთხიდან ჩემი წინაპრების როგორც არქივებიდან იქნა შევისწავლე 7 მონაწილეობს სახელების ცნობილი არის აი ამ მონაკვეთში 1790 წლიდან 2001 წლამდე თქვენ ვალდებულიც იყავით რომ ამ თემატიკაზე დაგიხართ ვის ქონდა უნარი ხმლის ჭერისა აი იქ არის ჩამოთვლილი და იქ თუ ხედავ პადაშურთა გვარიდან დაახლოებით 40-მდე მეომარს აი ქულზე კაცი რო დაეძახნა თქვათ არა თურმე არაგვის ხეობაში 3500-მდე მეომარი გამოდიოდა მაგრამ რჩეულნი კიდე სხვანი იყვნენ მეფის მსახურნი ჩემი მოგვარები იყვნენ მეფის მსახურნი ბაგრატიონთა წახდის მცვერნი და აი ამ კუთხით და თანაც ფიზიკურად ძალზლიანი და აი აქ ამ კუთხით როცა მე ვკითხულობდი არქივებში ამ ყველაფერს და ვეძებდი ესე ეს ყველაფერი იქავდი მიმანიშნებდა რომ ჩემი წინაპრების სახლების გარეთ ცნობილი ვინმე დიდი რუხა ასევე ვინმე დიდი ნინია პადაშური იმაზე არის დიდი რუხა პადაშური აი ესენი არიან აქ მონაწილე რომლებიც იქ ჩაედებდნენ და მონაგაზეთ ბატონო აი ხა თქვენ საუბრობთ საოცარი სიღრმით და თქვენს თაობას ეს ახასიათებს რომ სკულპტურულად ისწავლით იმას ასაც ემსახურებოდით და შეზღუდულებიც იყავით ყველაფერს ესე აშკარად ვერ დახატავდი იმას რაც გინდოდა ვერ დაწერდი ვერ დადგავდი სპექტაკლს და ვერ გადაიღებდი ფილმს და მე ვფიქრობ რომ ამან უფრო შეუწყო ხელი რომ ასე განვითარდა ის ყველაფერი აი 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდით როგორც პედაგოგი აკადემიაში და უამრავი ახალგაზრდას გაუვლიეთ თქვენს ხელში. ახლანდელ თაობას, აი ახალგაზრდებს მე დარწმუნებული ვარ თქვენ არ ფიქრობთ რომ წყალწახებულები არიან და უნიჭონი, მაგრამ აი ახლანდელ თაობას აქვს ის სიღრმე თუ ცოტა ზედაპირულები ხო არა ვართ ჩვენ თუ არა? არა, გეტყვით. საკმაოდ ორად არის გაყოფილი ჩვენი ახალგაზრდობის ხედვა. და გული მწყდება, იმიტომ რომ მე ძველ ამ ნიადაგზე ვარ აღმოცენებული. ასაკი კარნახოს 75 წელსა ვარ, მაგრამ გული მწყდება, როდესაც მე ვხვდები, ესეთ აი ნახევარი თითქმის და ღმერთო მაპატია, ცოტა მეტიც კი მეჩვენება, რომ ცოტა ზედაპირულად უყურებენ ამ ქვეყანის, ამ ჩვენი სამშობლოს მომავალს, მის განვითარებას. უფრო ცოტა სხვაგან საზოგადოებრივ იყურებიან. აი ხშირად მეკითხებიან მე ჩემი კოლეგების კიდევ ეგეთი ადამიანები რომ რა რილოთ შენ ნამუშევრებში ქართული სული იგრძნობაა მე თქვენ ხოლმე საქართველოს მეოთხარი ესაა მთავარი მეოთხარი რომ ჩვენ სამშობლოს უნდა ვემსახუროთ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს ჩვენი სპეციალობით პოლიტიკოსი თუ ხარ პოლიტიკოსი ხატვარი თუ ხარ წერილი პოეტი თუ ხარ ესე იგი აი ამ კუთხით შენ ვიცით და გამოგვდის მე თუ შეიძლება
თუ შეიძლება ეს პატარა მონაკაზი გეტყვით, აი 40 წლის წინა დავამთავრე აკადემია და მე სადიპლომო თემა დავიღე დავით აღმაშენებლის დიდგორზე გამარჯვება. ეს სხვადასხვა კუთხით გადავწყვიტე და კათედრა არ მიმტკიცებდა ამ თემას. ეს super რთული თემაა, შვილო უშამეურნეობა ჯაფარიძე ღმერთმა განათლოს და აი მაგალითად ძალიან მარტივი თემა, თანამედროვე თემა იღეო და თვითონვე განმარტა. აი მაგალითად ასფალტის დაგება. მეორე მითხრა ეთერის სოლომონია იყო ასეთი რომელსაც სოციალისტური შრომის გვირი გახდა, აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდა და მაინც მითხრა რომ იმის პორტრეტი გააკეთება. მე ვთქვი ბატონო ჩამაზე არ მიფიქრია მე დავით აღმაშენებლის კონსტანტინე გამსახურდიას ტეტროლოგია 4 ტომად გამოისა დავით აღმაშენებელზე ეს მეთქი წაკითხული მაქვს და აი იმ ეპოქაში ვარ ეს მაოცებს ის ყველაფერი ეს მინდა რომ თემა კომპოზიცია სადიბლომო თემაც ეს თავი მეთქი ну კარგიო მე მითხრა მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა 40 წელიწადი ამ კათედრას დავამთავრე დამტოვეს ამ კათედრაზე მე რომ ვინმესთვის 16-17 ესკიზი დაეწონებინოს მე დამიწუნეს. არა? მეც რომ თიული კაცი გახლა ვარ და მე ვთქვი არა უკეთეს კიდე გავაკეთე უკეთეს კიდე გავაკეთე. ხელი არ ჩაიქნიეთ. კი, არ ჩავიქნიე ხელი და მე აპოლონი იყო ამ პერიოდში აკადემიის რექტორი და მან მითხრა რომ კონსტანტინე გამსახურდისთან მიდიო შვილო და ისო კონსულტაციებს გაგიწევსო და მართლა წავედი კოლხურ კოშკში მივედი კონსტანტინესთან და ქალბატონი მირანდა გამოვიდა და ეს კაი მონაკვეთი მაქვს ცხოვრებაში გასახსენებელი და გამოვიდა და რა კეთებდა შვილო და მე ვთქვი ბატონ კონსტანტინესთან მეთქი მოვედი მობზანდიო შემიპატიჟა სახლში 23 წლის ბიჭი ვარ შემიპატიჟა სახლში და მან ასე ვიცი რაღაცა მითხრა რომ მირანდა დაბზანდი თქო და კონსტანტინეს გიახლებათო და გამიკვირდა და მართლაც რა დამსვამდა იმ ოთახში მე სამივე კედელი წიგნებით არის სავსე, მეოთხე კედლის სიბრტყეზე არის ლადო გუდიაშვილის ორი საბისურათი კაკაბაძის ახვლედიანის ეს სურათებია და ორი სამი მხატვრისა კიდე სხვა. ამ დროს გაიღო კარები და გამოვიდა ასე ახლოს მე კონსტანტინე არ მინახავს, მაგრამ კი ისე რუსთაველზე მინახავს ცხენთ რომ მიდიოდა ხოლმე. არაბული ცხენი ყავდა. ხო. წარმოგიდგენია. ხო. და მე როგორ თიული რო ვარ და ცხენზე ჯდომა მასწავლეს მამა ბიძებმა რამდენჯერმე დავედევნე უკან რუსთაველზე ტროტუარზე გავულიდი წინ კი დაუყურებდი და თვითონ კონსტანტინე არამის არ უყურებდა ნაბადი ქონდა ხელზე წამოხდა ის ქუდი ახურად ჩოხა ეცვა და მიდიოდა წინ უყურებოდა და ცხენი მიდიოდა თოხარიკს ეძახე თოხარიკით მიდიოდა ცხენი ასეთი ორჯერ მყავს ნახული, მაგრამ კონსტანტინეს სახში ვნახე შოკოლადის ფერი შავ კოსტუმი ეცვა ევროპული კოსტუმი დასაცველი და გამოვიდა და მიესალმე ფეხზე ვიდექ გამარჯობა ბატონო კონსტანტინე გადავადგე 1-2 ნაბიჯი და გამომიწოდა ხელი ჩამოვარცო ხელი და სადრალი ხარ ყმაწვილო მეკითხება და აბა მე ხო დღესაც არ ვუყურო თბილისელი ვარ მთიული გახლავართ მეთქი და ეს გამიკვირდა ყველაზე რომ აწია ხელი და მარჯვენა ისა მარცხენა მხარზე დამოდო მერე ჩოხა რატომ არ გაცვიაო აი იქიდან ისე იმ სიტყვამ იმერთმა სიტყვამ ისე მომნათლო მერე მართლა შევიკერე ჩოხა და მე ვფიქრე ხოლმე რომ ძალიან გიხდება ჩოხა მან ნახა ესკიზები ჩემი და მითხრა მოეწონა ძალიან თემა არაჩვეულებრივად გიღეო ცოტა ეს შეასწორე და 3-4 ვარ ნამყოფი ეს რო გაიგო აკადემიის პედსაბჭომ კათედრამ არის ვინ უთხრა უჩას მივიტანე მე ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართებოდა ხოლმე კათედრის ხდომა და გამოვფინე ბატონო უჩა გავაკეთე გადასარევია რა კარგია ესეც ნახეთ არა კათედრა ეუბნება ამ უმცროს პედაგოგებს ისინი ემოწმებიან კი ბატონო უჩა ძალიან კარგია აი ესეც ნახე რა კარგია ახლა თავი შევიკავთ რომ შეიძლებოდა ესენი როგორ ბატონო თქო რომ მიწურები და ასეც ხდება დავიტკიცეს და ეს 14-დან დიდი სურათია აი კედლის ხელა და აი ამ სურათმა ძალიან მაღალ დონეზე გავაკეთე ამ სურათმა მე ძალიან დიდი წარმატება იმ თავიდანვე მომიტანა და დამტოვეს აკადემიაში ერთი წელი ლაბორანტი ვიყავი და მე უმცროსი პედაგოგი უფროსი დოცენტი და პროფესორი 40 წელი ვიმუშავე აკადემიაში მაგრამ ახლა დღევანდელ გამოფენაზე მე სხვა კუთხით გავაკეთე დიდგორი, რადგან ეს ამ საუკუნეს მე ძალიან კარგად ვიცნობ და ახლა აქ არის ბრძოლის დასაწყისი არის ამ ახლანდელ სურათში
რომელი სურათის წინაც გუშინის ქალბატონი ნანა იდგა და გადასცემს აქ მთელ მოსწეულ სტუმრებს აცნობდა ილოპადაშვილის შემოქმედებას. ხო. და გარდა მაგისა მაგ როგორც აღმოგახსენეთ ქრისტიანის ზარები, მაგ პორტრეტები, მაგ პეიზაჟები, მაგ კომპოზიციები, მაგ აბსტრაქციული ნამუშევრები რამოდენიმე ერთი ალბათ 10-12. აი ესეთი სახით წარმოდგა დგას თქვენ წინაშე. მოკლედ აუცილებლად მე პირადად აუცილებლად ვესტუმრები და ქალბატონი თქვენი ნაკითხოთ აი 9 მაისი არის დაბადების დღე ხო? ძალიან კარგად იცით ბიოგრაფია ნიკა. ქალბატონი აი აღინიშნება თუ არა და რაიმე თუ იქნება ისეთი განსაკუთრებული. ეს ნამდვილი ზეიმი იქნება, იმიტომ რომ დაიწყო როგორც აღნიშნეთ გუშინ ხელოვნების მუზეუმში დახურვა მოხდება 30-ში და 30-შივე მუზეუმში იქნება სწორედ მერაბ-ბერძენიშვილის დიახტიტო ბატონო მერაბმა და ძალიან დიდი მადლობა დათო გეგელაშვილს რომელიც სიხარულით შეხვდა იმ წინადებას რომ დახურვა ყოფილიყო მათთან და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი როგორც გამოსვლელი იქნება სირყვით ასევე იქნება კონცერტის სახით წარმოდგენილი რაც ბატონ ილოს თასთანაც იქნება დაკავშირებული თანამედროვეობასთანაც თბილისელი არა ვარო მაგრამ ფაქტია რომ ეს უკვე მთლიანად დარტანიანი იყო გასკონელი მაგრამ ერთ საათში დაიპყრო პარიზი სულ ამ პროვინციალიზმი არ არის მხოლოდ დაბადების ადგილი პროვინციალიზმი ეს არის შენი სულის მდგომარეობა და ეს ადამიანები რომლებიც ნამდვილად ჭირდებიან თბილისს ნიკალბა გამეთანხმები აუცილებლად აქ თაობას ჭირდებიან აი კულტურას ჭირდებიან გენს ჭირდებიან აი რობაქიძე ხო ამბობდა რაღაც არიული რასსა იგრძნობა აი სწორედ იმ რასის ჩამოყალიბებას ჭირდება აუცილებლად ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ პიროვნება პატაშური აუცილებლად და აი აქედან გამომდინარე იქნება აი ესეთი სამკვირიანი ღონისძიება და 9-ში ალბათ ითო ბატონი ლობადაშვილის ასე ფიქრობს რომ 75 ადამიანი უნდა იყოს მოწვეული აი იქ სადაც ის აღნიშნავს უკვე თავის დაბადების დღეს ფიქრობ რომ შეიძლება ჩვენც კი მოვხვდეთ იმ სტუმრების სიაში ორიგინალური იდეა ასმენია ასეთი აქამდე ძალიან საინტერესოა და მე მინდა კითხოთ თქვენ ახალგაზრდა თაობისთვის, აი, რას თქვენ სამომავლო გეგმები, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაზე მეტად დახვეწილი და ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმები აქვს ცოტათი ხანში შესულ ადამიანებს, თორემ აი, რას აპირებთ ახლო მომავალს? და გულსხმელობა მოითხოვს უნდა ითქვას, რომ გული მწყდება ამ ასაკიდან როცა უყურებთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ხალხს, ჩვენ ახალგაზრდობას მაგრამ არასდროს პესიმიზმი არ რჩევია და ყოველთვის მქონია და მაქს მომავლის იმედი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკვე დამთავრდა ის დავარქვევდი ასე ეს ჭიდაობა ქართველების და რუსთაველის პროსპექტზე ის შუღლი რაღაცა ტრომა თუ უბედურება ერთ სიტყვაში არის უბედურება და მე ვფიქრობ რომ ახლა უკვე იწმინდება ასე თქვა ყოველ შემთხვევისათვის და სასიხარულო ყველა ქართველის ჭეშმარიტ ქართველისათვის ის რომ ეს ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება და მომავლის იმედი მაქვს. საქართველოს ძალიან ბევრჯერ გაშირვებია, ბევრჯერ ყოფილა ძალიან ცუდ მდგომარეობაში პოლიტიკურად და ეკონომიურადაც, მაგრამ მე მაინც გასულა ორ ჰორიზონტზე და ქვეყანას გაუგრძელებია აღმშენებლობა. ასეთი არის რა ქვია შეგრძნება მაქვს მე და იმედი მაქვს მაგის. რაც შეეხება ახალგაზრდობას ერთადერთი იმაზე მტკივა გული რომ იცი ძალიან ბევრი მიდის საზოგადოებრივ. კი ბატონო მესმის როცა მეუბნებიან მშობლებს რომ აი სასწავლებლად მიდის მაგრამ იქიდან ჩამოსულს მე ცოტა არ იყოს ნაკლებიც ხედავ და ჩვენ რო ვიყოთ თქვათ უკრაინის ხელა არ ვიტყვი ახლა რუსეთის ხელა ანა თუნდაც ვიყოთ 1-20 მილიონი არა უშავს მე რა მოხდა ძალიან ცოტანი ხავართ ცოტა სამწუხარო სტატისტიკის მიხედვით ნანა თურმე 3 არის შენარჩუნება და 4 შვილია გაგრძელება. საქართველოს ეგრეა. 2 შვილი არის, როცა ტოვებ შენ ახლა ექიმი ვარ და ზუსტად ვიცი. შენ მაგიეს ტოვებ, ანუ ცოლი და შენ ორნი ხო ხართ. ტოვებ თქვენს მაგიეს. 3 არის ჩვეულებრივ სიტუაციაში ნამატი. მაგრამ როდესაც არის სავალალო მდგომარეობა შობადობის მხრივ, ხო? ჩვენთან უკვე მე-4-ია საჭირო. და მე-4 უკვე აუცილებლად საჭიროა, რომ ერვი რაღაც გარკვეულად მივიდეს იქამდე რაღაც ნამატი იყოს. მით უმეტეს თუ ჩავთვლით იმას რომ რაც ბატონ მეილომ ბრძანა ძალიან ბევრი მიდის და უკან არავინ რუნდება და რაზე გიждდები ხოლმე იცი
აი როცა ამბობენ რომ აუ ისე გათხოვდა ჩემი შვილი ან ისეთი ცოლი მოიყვანა და ეს ყველაფერი არა საქართველოს არამედ მის ფარგლებს გარეთ უკავშირდება ეს არის ტრაგედია იცი სწორად გამიგე რა სულ მახსენდება ბარათაშვილი ბედი ქართლისა, როდესაც გიორგი ლეონიძე, სოლომონ ლეონიძე უკაცრავად მეფის მრჩეველია, საოცარი პიროვნება, რომელსაც მე ერეკლე განუდგა და მე ის წავიდა უკვე მასში ქუთაისში სოლომონ მეფესთან. ეკით ეუნება რომ რა ხდებაო და ესე რუსეთს ვერთებითო ცოლი პასუხობს რა ხელ დიდი ხანია გუსირაკლისას გადუწყვეტია ბედი ქართლისაო პასუხობს გახსოვს ეს პოემა ძალიან კარგად. რახელყრის პატივს ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული, ვიცი არაფერი არ იცვლება აბსოლუტურად. ისევ და ისევ გალიაში დატყვება, როცა ჩენი სამშობლო მიდიხარ მე აქა ვარ პიროვნება იქ ვარ ვიღაც არჩეს ჩემი აზრია ნამდვილად და ბატონო ილო სამწუხაროდ ნელ-ნელა იწურება ჩვენი გადაცემა დრო უცბად გარბის ხოლმე ნახევარსად და შეიძლება მთელი რაღაც დილამდე ვისაუბრებ იმიტომ რომ ნიკა ეს არის ის ადამიანი მე მინდა სრულიად საქართველოს უთხრა რომ ადამიანს არ აქვს ასაკი თუ ის არის პიროვნება ნიკა ყოველთვის იქნება ახალგაზრდა ყოველთვის იქნება ძალიან დიდიც და არ ვიცი ეს არის საოცარი ადამიანი საოცარი პიროვნება რომელთან ურთიერთობა ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება და ძალიან დიდი ფუფუნება ძალიან დიდი მადლობა ბატონო აი რას უსურებთ თქვენს დამთარიელებს თქვენს მეგობრებს ახალგაზრდებს და ზოგადად აი ხელოვანი ადამიანი ასე წოდით კი ყველას უსურვებ სამშობლოს დიდ სიყვარულს ვისურვები და უსურვებ იმასაც რომ მალე გახარებულიყვნენ ისინი იმით რომ მალე აფხაზეთისა და სამაშობლოს ტერიტორიები საქართველოს დაებრუნებინოს. ეს არის ძალიან დიდი გულისწყრული ყველა ჭეშმარიტი ქართველისათვის და პირადად რა თქმა უნდა ჩემთვის. იქ მაშინ მართლაც იქნება ბედნიერი. მაშინ ალბათ უფრო მეტად მოქანდანკერნი თუ ფერმწერნი აიღებენ თავიანთ საჭიროებს ფულს და უფრო საინტერესო და საინტერესო სურათებს შექმნიან. ნიჭიერი ვართ ჩვენ. ნიჭიერი ნამდვილად გულსრილა ჩემი ასე გადასახედიდან შესანიშნავი პოეტები ყავს შესანიშნავი მოქანდაკეები სოფლიო მნიშვნელობის მერაბ ბერძენიშვილი ელგუჯამა მოქანდაკე ელგუჯამაშუკელი ასევე მხატვრების და ეს პატარა ქვეყანა ვაქცორო ჩვენ მაგრამ არ არის გასაკვირი თუმცა არის გასაკვირი რუსთაველი აქ დაიბადა ვაჟა გალაქტიონი და რამდენი როგორ შეიძლება ერთი რა თქმა უნდა იმ პერიოდში და ამ ქვეყნის შვილები ვარ და მოვეფეროთ შენს ქვეყანას მოვუაროთ უპატრონოთ აი ეს მინდა თქვა და ერთმანეთს მოვეფეროთ ერთმანეთს რა თქმა უნდა და ერთმანეთსაც უნდა მოვეფეროთ ამას წინათ მითხრეს და ძალიან მომეწონა ქართველებსო ცოცხალი მარტო თევზი გვიყვარსო და დანარჩენი არაფერია და მე მგონი ეს ისიც მკვდარი როა ხო ისიც მკვდარი ცოცხლად შეგაცოლე ძალიან დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით ჩვენთან სტუმრად ძვირფას რადიომცემლება სამწუხაროდ გაირბინა ერთმა საათმა მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით შეგახსენებთ რომ ბატონი ილო ბადაშვილი და ქალბატონი ნანა ცინცაძე იყვნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით მადლობა შენ ნიკა ყველაფრისთვის მადლობთ დიდი მადლობა თქვენს მოწვევისათვის მადლობთ უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა მაყურებელი წარმატება და წარუმატებლობა ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები სცენაზე და სცენის მიღმა ავანსცენა ნიკა წუნუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე